გამოცდილმა სპეციალისტმა ისეთი ბატალური შეცდომა დაუშვა. აი რა ასაკიდან შეიძლება? რა 16-17 წლისას უკეთებ მე ოღონდ აკნეს შემდგომ ლაქებს და ნაწიბურებს შედეგებს დევს. აი თუ ვაჭარბებდი ჩემი პაციენტები ხა თუ მისმენენ მე პირიქით მადლიერები და მადლობლები არიან. პირველივე შემდეგდებს შედეგს. ჩემ შვილებს შენ შეინახა? აი ესეთი პასუხი იყო. ბოლო სურათ გავაკეთებთ 5 წერტილში, 7 წერტილში იღებ დასკრინეთ მეგობრებო. რა განსხვავებაა ჰიალურონის წასმას კანის ზედაპირზე და ჰიალურონის შეყვანას დერმაში. ჰიალურონს თუ კრემი შეიცავს, არ ნიშნავს, რომ ის ნაოჭის გასასწორებლად გვაქვს. სასოციალურ ქსელებში ბუმია. დერმაში ხდება სწორედ იმ ჰიალურონის ასე ვთქვათ, ამუშავება, მოქმედება, რაც ნაოჭს ასწორებს, რაც კოლაგენ ელასტინის სინთეზს აკეთებს, იმიტომ რომ ეპიდერმისში ეს პროცესი არ ხდება. კანის ზედაპირულ შრეში რამდენი ტონა კრემი წავისვათ, ვერ მოვახდენთ იმ პროცესს, რომ ნაოჭი გავასწოროთ. ტუჩის გაკეთება მინდა ვის მირჩევ მოდი ჩემთან და ძალიან მიზერულ თანხად. ანუ ყიდულობენ ხშირ შემთხვევაში პროცედურას და არა პრეპარატს და რამდენად საშიშია ასეთი მithoma. აი, სასწაული მიგრაცია ახასიათებს არასწორად გაკეთებულს და არასწორ შრეში შეყვანილ პრეპარატს. და არასწორად შერჩეულ პრეპარატს. აი, ამ სამ კომპონენტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.